მოგესალმებით, მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ ადამიანის უფლებების დაცვის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხდომა. დღის ეს რიგში გვაქვს ორი საკითხი. პირველი მესამე მოსმენით განვიხილავთ ცვლილებებს საბიუჯეტო კოდექსში, რომელსაც მე წარმოგიდგენთ და მეორე საკითხი გვექნება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2025 წლის ანგარიში, რომელსაც ხალბატონი ნინო გულიაშვილი წარმოგვიდგენს. გთხოვთ დღის ეს რიგი რომ დავამტკიცოთ. დიდი მადლობა, რაც შეეხება პირველ საკითხს, მესამე მოსმენის წესით განვიხილავთ და გეტყვით, რომ მეორე მოსმენის შემდეგ სარედაქციო ცვლილებების კი არ შესულა ამ პროექტში, თუ კითხვები არ გვაქვს, შეგვიძლია განხილულად მივიჩნიოთ და გადავიდეთ უკვე ანგარიშის მოსმენაზე. ხალბატონ ნინოს თხოვოთ ტრიბუნასთან, რეგლამენტზე შევთანხმდეთ ხალბატონ ნინო 10 წუთი, რომ იყოს თუ იქნება თქვენი საკმარისია, თუ საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია დამატებაც, რა თქმა უნდა. კი ბატონო, მოგესალმებით, ბატონო კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრებო, ქალბატონებო და ბატონებო, წარმოგიდგენთ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში და ვეცდები, რომ მოკლედ მოგაწოდოთ ელექტროენერგიის ბუნებრივი გაზის და სასმელი წყლის მომხმარებელთა უფლებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც დღეს აქტიურად, ასე ვთქვათ, არის ჩვენთვის და თითოეული ჩვენი მომხმარებლისათვის. თვითონ დამცველის სამსახური წარმოადგენს სამსახურს, რომელიც შეიქმნა 2003 წლიდან და იგი არის შექმნილი იმისათვის, რომ ელექტროენერგიის ბუნებრივი გაზის და სასმელი წყლის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტია ყოფილიყო. ფაქტიურად წარმოადგენს ადვოკატის როლს ელექტროენერგიის ბუნებრივი გაზის და სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომპანიებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოებისას ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ კანონის თანახმად სამსახური და დამცველი უფლებამოსილია, რომ გამოვიდეს მომხმარებლის სახელით ნებისმიერი ტიპის დავაში, ასევე შეაფასოს სატარიფო რეგულაციები, მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც კომპანიასა და მომხმარებელს შორის დავის პროცესში არსებობს და შესაბამისად ასევე მიიღოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების იმ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა, რომელმაც შეიძლება შესაძლო გავლენა მოახდინოს მომხმარებელზე. ზოგადად ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი, სასმელი წყალი არის ძალიან სენსიტიური თემა თითოეული ჩვენთაგანისათვის და ასევე მომხმარებლისათვის. ამიტომაც სწრაფი რეაგირება და პრობლემის სწრაფი გადაჭრა ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის და ჩვენი სამსახურისათვის. ამიტომაც სტრუქტურულად სამსახური წარმოდგენილია მხოლოდ არ არის წარმოდგენილი მხოლოდ თბილისში, გვყავს რეგიონალური წარმომადგენლები ქალაქ თელავში, ქუთაისსა და ასევე ბათუმში. მე როგორც უკვე აღვნიშნე, თვითონ თემიდან გამომდინარე და იქედან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტია, რომ მომხმარებელთან ვიყოთ ძალიან ახლოს და მაქსიმალურად კომფორტი შევუქმნათ უფლებების დაცვის სფეროში, ჩვენთან მომართვიანობაც არის თავიდან ბოლომდე მომხმარებელზე მორგებული, რაც გულისხმობს იმას, რომ საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არ გახლავთ მხოლოდ ის, რომ მომხმარებელი ადგილზე მოვიდეს, განცხადება და საჩივარი შეავსოს, არამედ აბსოლუტურად ყველა ფორმა გვაქვს მომხმარებელზე მორგებული. ჩვენთან საქმის წარმოების დაწყების საფუძველი გახლავთ როგორც ადგილზე ვიზიტი და მომხმარებლის მიერ შემოტანილი განცხადება, ასევე ჩვენ მივდივართ საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან, როდესაც ამისი აუცილებლობა არის, ასევე ჩვენ გვაქვს შემუშავებული ფორმები, რომელიც გულისხმობს, რომ ნებისმიერი სატელეფონო ჩანაწერი, ნებისმიერი სოციალური ქსელის საშუალებით მიღებული ინფორმაცია ვაქციოთ, განაცხადათ ოქმად და შემდეგ ეს ასევე არის საქმის წარმოების დაწყების საფუძველი. სხვათა შორის 2025 წლის მანძილზე ჩვენ 400-ზე მეტი ესეთი განაცხადი მივიღეთ და დავიწყეთ საქმის წარმოება და ჩვენ ანგარიში გვაქვს ამასთან დაკავშირებით ასევე შედეგები მოცემული, თუ რა შედეგებზე გავედით, როდესაც მომხმარებლებს გაუმარტივეთ ჩვენთან კომუნიკაცია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გვაქვს რომ ჩვენივე ინიციატივით ვიწყებთ საქმის წარმოებას, რაც გულისხმობს იმას, რომ დამცველი, როდესაც თulis რომ რომელიმე სოფელში, რეგიონში ან სადმე საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე შესაძლო უფლების დარღვევას აქვს ადგილი, დამცველი იწყებს თავისი ინიციატივით საქმის წარმოებას და შესაბამისად ვცდილობთ, რომ სწორედ ეს სწრაფი რეაგირება, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებაში ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან გავააქტიუროთ. ასევე ძალიან მარტივია საქმის წარმოება, იმიტომ რომ ასევე მორგებულია მომხმარებელზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წლის მანძილზე, ასე ვთქვათ, შემოსული განაცხადების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ მომხმარებელი ფაქტიურად ისვენებს და დანარჩენი საქმე, რაც უკვე პროცესის დასრულებამდე მიმდის, თავიდან ბოლომდე ჩვენი საქმეა დაწყებული მტკიცებულებათა შეგროვების პროცესში, შემდეგ არის უკვე ამ მტკიცებულებათა მოკვლევის პროცესში, მტკიცებულებათა მოკვლევის პროცესში ასევე გვერხმარებიან დარგის სპეციალისტები ელექტროენერგიის ბუნებრივი გაზის და სასმელი წყლის სექტორში საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან, ასევე მნიშვნელოვანია შეხვედრები კომპანიებთან, სადაც აქტიურად მონაწილეობს როგორც მომხმარებელი, ასევე კომპანია
მედიაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვან როლს იკავებს ასევე დავის გადაწყვეტის პროცესში და თუ ამ ყველაფერი მტკიცებულებათა შეგროვების შემდეგ როგორც მოგეხსენებათ დამცველი გამოსცემს რეკომენდაციას, რომელიც შესაძლოა არ იყოს შესასრულებლად სავალდებულო, თუმცა 80% ჩვენი რეკომენდაციებისა მომხმარებელთა სასარგებლოდ სრულდება და თუ არ სრულდება, უკვე მივმართავთ კომისიას ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით მოახდინოს შესაბამისი მოქმედების ან თანხის ჩამოწერა ან რაღაცის დავალდებულება კომპანიისათვის, რაც სრულდება ხოლმე. ასევე ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც 2025 წელს ჰქონდა, ეს გახლავთ მომხმარებლებისათვის ცნობიერების ამაღლება და მე ვიტყვი ახლა რატო, იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის შესაბამისი სამართლებრივი გარანტიები არის უზრუნველყოფილი ქვეყანაში, ის თუ ამ მომხმარებლამდე სწორად ინფორმაცია არ მევიდა, ფაქტიურად ჩვენამდე წვდომა ჭირს ხოლმე. ამიტომაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელიც 2025 წლის მანძილზე გვქონდა, იყო სწორედ ცნობიერების ამაღლების კუთხით და ძალიან ბევრი მიმართულებით ვიმუშავეთ დაწყებული კონფერენციებიდან, რომელიც რეგიონებში გასვლით მიმდინარეობდა, ასევე შეხვედრების განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, რადგანაც ყურთა კავშირში გვქონდა შეხვედრა, სადაც მათთვის გასაგები ენით მივაწოდეთ ინფორმაცია და ასევე სხვათა შორის ბევრი განცხადებები წამოვიღეთ მათგან, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ პრობლემა ჰქონდათ კომუნიკაციის კომპანიებთან, ამის შემდეგ კომპანიებთან გამართეთ შეხვედრები, რათა გაგვეგო როგორ კომუნიკაციაში იყვნენ მომხმარებლებთან, რომლებსაც განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვთ და ჭირდებათ სპეციალური კომუნიკაცია ამა თუ იმ სფეროში, პატარა რეკომენდაციებიც გავეცით ამასთან დაკავშირებით. შეხვედრა გვქონდა ეთნიკურ უმცირესობებთან პანკისის ხეობაში, იმიტომ რომ აუცილებელი იყო მათთვისაც მიგვეწოდებინა ინფორმაცია ჩვენი სამსახურის შესახებ და გვქონდა დაახლოებით 10 გასვლითი შეხვედრა რეგიონში, სადაც 70-ზე მეტ წარმომადგენელს შევხვდით. ანუ ეს იყო ქუთაისში, ქობულეთში, თერჯოლაში, ტყიბულში, მარტვილში, გურჯაანში, ხარაგაულში, პანკისის ხეობა ვთქვი, შიდა ქალში, გორსა და კასპში. ოღონდ ეს არ იყო შეხვედრა მარტო ისე რომ მერთან ჩავედით შევხვდით მხოლოდ მერებს, არამედ მათ წარმომადგენლებს სოფლებში, იმიტომ რომ სოფელში რა პრობლემა აქვს მომხმარებელს ელექტროენერგიის ბუნებრივი გაზ და სასმელი წყლის კუთხით, ყველაზე კარგად იციან იმ ადამიანებმა, ამიტომაც მათგან მოწოდებული ინფორმაცია და თანამშრომლობა იყო ყველაზე ეფექტური წლის მანძილზე ჩვენს მიერ დადებული შედეგების მიხედვით და აი ანგარიში ცლადარი და როცა დარგებზე გადავალ გეტყვით, ზუსტად მათთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა იყო ის, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, საქმე განხორციელდა მათთან ურთიერთობით და მომხმარებლებს ბევრად უფრო გაუადვილდათ, როგორც ჩვენთან კომუნიკაცია, ასევე სხვადასხვა გზებით თავიანთი უფლებების დაცვის მიმართულებით, ამიტომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. სტატისტიკას შევეხები 2 სიტყვით, წლის მანძილზე შემოვიდა 1100 განცხადება, დაახლოებით გაორმაგებულია წინა წელთან შედარებით, რასაც ზუსტად ვამბობ, რომ ალბათ ამ აქტივობების ხარჯზე მოხდა, აქედან 506 იყო წყალმომარაგება, 454 ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი 102 და სიახლე გვაქვს ირიგაციის სფეროში, მოგეხსენებათ საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უკვე ირიგაციის სექტორის რეგულირებაც დაიწყო და პირველი 2 განცხადება კონსულტაციასავით პირველი გავეცით ამ მიმართულებით. ჯამში გაცემული გვაქვს 1050-ზე მეტი რეკომენდაცია და 188,000 ლარზე მეტი არის ჩამოწერილი არასწორად დარიცხული გადასახადი. ჯამში 78% შემოსული განცხადებისა დაკმაყოფილდა მომხმარებელთა სასარგებლოდ, 7 არის არ დაკმაყოფილდა 7%, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10 და 5%-ში მედიაციაში ურთიერთშეთანხმებას მივაღწიეთ, სადაც მომხმარებელს და კომპანიას შორის დავა გადავწყვეტეთ ურთიერთშეთანხმებით. თქვენის ნებართვით გადავალ დარგებზე, იმიტომ რომ ნახეთ ძალიან განსხვავდება სპეციფიკა ერთმანეთისაგან, შეიძლება ერთი სფეროს ვარქმევთ, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული პრობლემები აქვს სამივე მიმართულებით მომხმარებლებს და ვეცდები, რომ ძალიან მალე მოგიყვეთ იმის შესახებ თუ რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე ვიყავით და რა შედეგები გვაქვს ამ მიმართულებით. ელექტროენერგია ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური თემა არის და ყველაზე მეტი განაცხადი სწორედ მეტი არ არის, მაგრამ ბევრი თემა გვქონდა ამ მიმართულებით. რა არის ყველაზე მეტად რაც მომხმარებელს, ასე ვთქვათ, ჭირდება და რა პრეტენზიებითაც მოგმართავენ, ეს არის მომსახურების ხარისთან დაკავშირებული პრობლემები, ხშირი წყვეტა, ძაბვის ცვალებადობა და ასე ვთქვათ, უხარისხო მიწოდება, რომელიც საკმაოდ აქტიური და ბევრი იყო წელს, აი სტატისტიკასაც რო გადავხედეთ და გამოვითხოვეთ ინფორმაცია, მე სემექტანაც გადავამოწმეთ. 2025 წლის მანძილზე ენერგოპრო ჯორჯიაში დაფიქსირდა 90,000-ზე მეტი წყვეტა და თელასში დაფიქსირდა 12,000 წყვეტა, რაც ახლა მომხმარებლებისთვის რამდენად რთულია მოგეხსენებათ. ამას ემატება უხარისხო ასე უსაფრთხოების თემა ემატება, იმიტომ რომ ქსელი, რომელსაც ფლობს ენერგოპრო
დედოფლ ჯორჯია ან თელასი თუ არ არის გამართულ მდგომარეობაში, ანუ მიწოდების შეზღუდვასთან ერთად შეიძლება უსაფრთხოების პრობლემებიც გამოიწვიოთ და ანგარიში არაერთი შემთხვევა გაქვს ამასთან დაკავშირებით ასევე აღწერილი და ასევე არასწორად დარიცხული გადასახადები და ახალი მომხმარებლის ქსელზემიერთებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ზოგადად არის, თუმცა აი ეს მიწოდებასთან დაკავშირებული და ხარისთან დაკავშირებული პრობლემა იყო ყველაზე აქტიური, მე ასე ვიტყოდი. რეგიონებში განსაკუთრებით და აი წეგან რო ვახსენე იმ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ თითქმის ყველა სოფელში რაღაც ასე ვთქვათ შედეგამდე გავედით დაახლოებით 1000-ზე მეტი ელექტროგადამცემი ბოძები შეიცვალა სხვადასხვა სოფელში 70 სოფელზე ვიმუშავეთ, თუმცა მუშაობის პროცესი არ არის ისე რომ შემოვიდა განცხადება, კომპანიაში რეკომენდაცია გავაგზავნით და ერთჯერადად დასრულდა. შესაძლოა რომელიმე განცხადების საქმის წარმოება 6-7 თვეც გაგრძელდეს, იმიტომ რომ პროცესი თვითონ თავიდან ბოლომდე არის რთული. მოიცავს როგორც დაწყებას, ასევე პროცესი ხანგრძლივია, იქ ბოძებია გამოსდაცვლელი, ქსელი გადასართველი, ახალი, ესე ვთქვათ, პროექტია თავიდან ბოლომდე შესათანხმებელია, თუმცა ჩვენი თანამშრომელი თავიდან ბოლომდე ყოველ თვეში კომპანიასთან და მომხმარებელთა კომუნიკაციით აქ ამოწმებს რამდენად სწორად მინდის პროცესები და ბოლო ყავს უკვე მომხმარებელი, უნდა იყოს კმაყოფილი, რომ გაუმჯობეს და მომხმარებელთან მიწოდება და ასეც არის ამ 70 სოფელში, რომელშიც ახლა ვისაუბრე, ვიტყვი მიზეზებზეც ორიოდე სიტყვით რა იწვევს ზოგადად ამას, იმიტომ რომ ზოგადად ინფრასტრუქტურა გვაქვს მოძველებული, მოგეხსენებათ და ყოველწლიურად ელექტროენერგიის მომხმარების რაოდენობა იზრდება, ახალი მომხმარებლების რაოდენობა იზრდება და არსებული ქსელი ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროებს ან სრულ რეაბილიტაციას, ან გადაკეთებას, ან გაძლიერებას, ან გადართვას ახალი მომხმარებლების, ამიტომ ძალიან ბევრი განცხადება გვაქვს, მაგალითად უბნიდან ან სოფლიდან, სადაც ამბობენ, რომ დაერთდა რომელიმე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი და ამის შემდეგ უკვე ვეღარაფერს ვეღარ ვამუშავებთ. აღარ საყოფაცხოვრებო ტექნიკა ამუშაობს, არაფერი. ამიტომ ან უნდა მოხდეს ამ მომხმარებლების გადართვა სხვა ქსელზე, ან იმ ქვესადგურის გაძლიერება იმისათვის, რომ სრულყოფილი მომსახურება მიიღოს მომხმარებელმა და ამას აჭიანურებს ხოლმე კომპანია თუ არ მოხდა ძალდატანება ჩვენის მხრიდან, ესე ვთქვათ და კომისიის მხრიდან. ჯამში გვაქვს ეს შედეგები არის მოკლე ანგარიში სრულად აღწერილი, რომელ სოფელში საერთო ჯამში არის 1000-ზე მეტი შეცვლილი, ასე ვთქვათ, ელექტროგადამცემი და გამანაწილებელი ბოძი, 10-ეულობით სიგრძით სადენი შეიცვალა, რამოდენიმე საჰაერო ხაზი აშენდა, დამონტაჟდა ამომრთველები, ეს არის სოფლები არის ხოლმე ერთმანეთზე გადაბმული და ერთი სოფელს რო ეთიშება მიწოდება, შეიძლება 2-3 სოფელი აბსოლუტურად უმიზეზოდ იყოს გამორთული და ამომრთველების ჩამატება ნიშნავს იმას, რომ ერთ სოფელს რო პრობლემა აქვს, მეორე სოფელში ეს პრობლემები აღარ გადადის და ამიტომ ესეთი ამომრთველები ბევრი დამონტაჟდა, რამოდენიმე 10-ეულით სატრანსფორმატორო ქვესადგური გარემონტა სრულიად და ქსელის გადატანა განხორციელდა, ასევე საჰაერო ხაზების გადატანა ტყის მასივებიდან, ეს კიდე ცალკე პრობლემაა, იმიტომ რომ ხშირად გადადის ტყის მასივზე ქსელი და როდესაც ასე გადადის, ერთია რომ ხშირად ზიანდება და მეორეა რომ იქამდე ტექნიკა ვერ მიდის მერე რომ გააკეთოს და ჩვენ ტყიბულში გქონდა შემთხვევა ზუსტად 2025-ში, როდესაც ზამთრის პერიოდში რამდენიმე დღე იყო ამის გამო შეწყვეტილი ერთ-ერთ სოფელში მიწოდება მუხურა არის ასეთი სოფელი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მე როგორც უკვე აღვნიშნე თემები, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოებას, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვამბობ, ეს ბოძები და ხაზები ისეთნაირად არის განთავსებული, რომ ხშირ შემთხვევაში მომხმარებელს შეიძლება შეუქმნას საფრთხე, ამიტომაც მათი სრული რეკონსტრუქცია, გადატანა, გადმოტანა, ესეც ჩვენი თემაა, ამის არაერთი მაგალითი გვაქვს აქ, ბათუმში გვქონდა ძალიან საინტერესო შემთხვევა, როდესაც სამეზობლოში დავაში გადაუვიდა, იმიტომ რომ ისეთ ადგილას იყო ბოძი, კომპანია მის გადატანას არ ახორციელებდა და მეზობელი უთიშავდა მეზობელს ელექტროენერგიას და ასე ვთქვათ მედიაციით რაღაცნაირად მოახერხეთ, რომ ეს ბოძი გადმოვატანინეთ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, რომ მომხმარებელს ესეთი პრობლემები არ ქონოდა. ასევე ზიანის ანაზღაურების თემა, იმიტომ რომ ხშირად ისმება ეს საკითხი, ეს არის დელიქტური ვალდებულებები მოგეხსენებათ, მაგრამ ჩვენი სამსახური ამაშიც აქტიურად მონაწილეობს და ყოველთვის მიზეზობრივ კავშირს ვადგენთ მიყენებულ ზიასა და ვთქვათ სამდგარ შედეგს შორის, თუმცა გამოთვლის თემა ეს უკვე ცალკე თემაა და მედიაციით 1-2 საქმე აქაც ასე ვთქვათ მოვაგვარეთ, სადაც ზიანის ანაზღაურება განახორციელა კომპანიამ თავისი ინიციატივით. ასევე არასწორად დარიცხული გადასახადები ელექტროენერგიაში ესეც ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ნებისმიერი არასწორად აღებული ჩვენება ან მრიცხველთან დაკავშირებული დავა ტარიფში სხვაობას გვაძლევს, იმიტომ რომ საფეხურებრივი ტარიფი გვაქვს და ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალური ჩარევის შედეგად ძალიან ბევრი საქმე მომხმარებლის სასარგებლოდ გადავწყვიტეთ და ასე ვთქვათ თითქმის ყველა რომელიც შემოვიდა ჩვენთან მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყდა ან განწილვადებას მივახციეთ კომპანიასთან. პრინციპში მე ხა შემიძლია მთელი დღე ვილაპარაკო ამაზე, მაგრამ დავზოგავ ამ ყველაფერს და გადავალ წყალმომარაგებაზე.
არანაკლები, ასე ვთქვათ, პრობლემები გქონდა ამ მიმართულებით, აქ ორი მსხვილი ლიცენზია გვყავს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და ჯორჯ მოთერ ენდ ფაუერი, აქაც ყველაზე რთული და ესე დანარჩენი პატარ-პატარა კომპანიებია, რომლებიც უშუალოდ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მსახურობენ და იქ ამდენი პრობლემა ნამდვილად არ აქვს, თუმცა წყვეტები და უხარისხო მიწოდებაში ეს ორი კომპანია ლიდერობს და ყველაზე მეტი განცხადება სწორედ ამ მიმართულებით აგვაქვს, იმიტომ რომ თბილისში მოგეხსენება ძალიან ხშირად აქვთ წყვეტასთან დაკავშირებული პრობლემა და ჩვენ ვითხოვთ ჯორჯ მოთერ ენდ ფაუერისაგან, ასე ვთქვათ, დროულ რეაგირებას და დაგვიანებული რეაგირება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც მე წელს დავასახელებდი, იმიტომ რომ შემოსული ზარზე დაგვიანებულია რეაგირება და მე უკვე მომხმარებელი წვალობს, იმიტომ რომ ან არ აქვს მიწოდება, ან მიწოდება ან დაზიანებული ქსელი დროულად ვერ შეკეთდა და მიადგა შეიძლება ზიანი. ჩვენ გვქონდა ესეთი შემთხვევა ვარკეთილში, დიდი კორპუსი იყო, სადაც ჩაღვრილი წყალის გამო აღნიშნულ კორპუსს საფრთხე შეექმნა ავარიული და კომპანია აბსოლუტურად იყო ძალიან წინააღმდეგი იყო, რომ აღნიშნული ქსელი შეეცვალა, თუმცა ერთთვიანი მუშაობის შემდეგ მივაღწიეთ იმას, რომ დავარწმუნეთ კომპანია, რომ ქსელი თავიდან ბოლომდე გადაეტანა და აღნიშნული მომხმარებლები ასევე დარჩნენ კმაყოფილები. ერთ-ერთი პრობლემა ასევე, რომელიც არის ის, რომ ხშირი წყვეტები არის განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში და არ არის საკმარისი, როგორც ჩანს, ესე ვთქვათ, ქსელი ან მიწოდება, სოფლებში, სადაც განსაკუთრებით არის გამრიცხველიანების პრობლემა. ანუ არ არის გამრიცხველიანებული სოფელი და როდესაც ზაფხულში მოდის პერიოდი, როდესაც რწყვას იწყებენ, ანუ არარაციონალური მოხმარება ხდება წყლის, სისტემაში წყალი გაშვებულია, მაგრამ რაღაც კატეგორიის მომხმარებლამდე არ მიდის. ამიტომაც ჩვენ ასეთ სოფლებში განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, რეკომენდაციებით შევდივართ, რომ გამრიცხველიანების პროცესი იქნება დაჩქარდეს და მომხმარებლებს ერთ კატეგორიაში აღმოჩნდნენ, ასეთი გორია, მაგალითად, სადაც კიდევ დღემდე დგას რაღაც უბანში გამრიცხველიანების პრობლემა. ასევე თელავს შევეხები ორიოდე სიტყვით, სადაც თვითონ მერთან გვაქვს უშუალოდ კავშირი, იქ მოხდა ახალი სისტემის გაყვანა და თითქმის ყოველ 200-მდე განცხადება შემოვიდა მარტო თელავიდან ქსელის დაზიანებასთან დაკავშირებით და ინფრასტრუქტურის დაზიანებასთან დაკავშირებით და ყოველ სამთვეში ამასაც რაღაცნაირად ვამოწმებთ, რომ კომპანიას და მომხმარებელს შორის არ მოხდეს, ასე ვთქვათ, განსაკუთრებულ დავაში გადატანა და ერთი წყალთან დაკავშირებით კიდე დავამატებ, რაც მნიშვნელოვანი პრობლემა არის, ეს გახლავთ წყლის ხარისხი, როდესაც სათავე ნაგებობა არის მაგალითად ავარიულ მდგომარეობაში, ან არ არის ესეთ კარგ მდგომარეობაში, უკვე განსაკუთრებით ზაფხულში არის საფრთხე, რომ მოსახლეობას მიეწოდოს დაბინძურებული სასმელი წყალი. ასეთი შემთხვევა გქონდა კასპში, როდესაც ვიყავით ჩასულები, აღმოჩნდა, რომ იქ არის მეფის ქალაქი, სადაც სათავე ნაგებობა არის ავარიულ მდგომარეობაში და ზაფხულში არ იყო შემოღობილი ხავსი, ქონდა მოდებული ყველაფერს და არ იყო, თქვა, საქლორო ნაგებობები გამართულ მდგომარეობაში, ძალიან ბევრი პრობლემა იყო. მივმართეთ სურსათის ემნებლობის სამსახურს 20 პუნქტიანი რეკომენდაცია იყო გაცემული შესასრულებელი სამუშაოების შესახებ და შემოიღობა რაღაცა ნაწილი გაკეთდა, მაგრამ მასშტაბური სამუშაოები არის გასაკეთებელი და ეტაპობრივად ჩვენს, ასე ვთქვათ, მონიტორინგს უკეთებთ იმას, დასრულდება ეს, არ დასრულდება დროზე და ასე შემდეგ. ასე რომ ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებითაც, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია მუშაობა, ამიტომ ვართ ამ პროცესებში აქტიურად ჩართული. ერთი პრობლემა კიდე, რა თქმა უნდა, ესეც არასწორად დარიცხული გადასახადებია, თუმცა ეს არის ის თემა, რომელიც ინდივიდუალური დავებია და ინდივიდუალურად მიმდინარეობს ხოლმე იმის და მიხედვით, რა ვითარება გვაქვს, ზოგ შემთხვევაში ვაკმაყოფილებთ, ზოგ შემთხვევაში ნაწილობრივ და ასე შემდეგ. გადავალ ბუნებრივი გაზის სექტორზე, აბსოლუტურად განსხვავებულია, მინდა გითხრათ, სასმელი წყლისა და ელექტროენერგიისაგან ბუნებრივი გაზის სექტორი, იმიტომ რომ ყოველთვის არ ახასიათებს ხოლმე მაგალითად ხარისთან დაკავშირებული დავები ბუნებრივი გაზის სექტორს და წყვეტები. თუმცა შარშან გქონდა პრეცედენტი, 5 დღიანი წყვეტა გქონდა თბილისში, 100,000-ზე მეტი აბონენტს არ მიეწოდებოდა ბუნებრივი გაზი და მოგეხსენება ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა მომხმარებლები. მე მინდა გითხრათ, რომ თელმა ჩემმა სამსახურმა და ჩვენ ზოგადად ფაქტიურად თბილისის ენერგიის ცხელხაზად გადავკეთდით იმ 5 დღეში, იმიტომ რომ დღის ნებისმიერ მომენტში ვიღებდით მომხმარებლიდან ინფორმაციას, აღდგენითი პროცესები გაჭიანურდა და იყო იქ პატარ-პატარა პრობლემები კომპანიასა და მომხმარებელს შორის კომუნიკაციის დროს, თუმცა ერთი რაც ნამდვილად უნდა ვთქვა, რომ ზოგადად როდესაც ზიანდება ბუნებრივი გაზის ქსელი, აღდგენითი სამუშაოები არ არის მარტივი. ხა დენსსა და წყალში თუ გავაკეთე ლოკაცია, იქვე მიწოდებას აღვადგენ ბუნებრივ გაზის სექტორში, ასე არ არის. იქ აუცილებლად თითოეულ კორპუსთან კომპანიის წარმომადგენელი უნდა მივიდეს, რომ უსაფრთხო აღდგენა მოხდეს და ეს ნამდვილად ჩატარდა უსაფრთხოდ და კარგად. იყო რამოდენიმე წყვეტები ასევე დასავლეთში, თუმცა იქაც მალევე მოგვარდა პრობლემები, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ბუნებრივი გაზის სექტორს რაც ახასიათებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ცუდია, ესე ვთქვათ, ეს გახლავთ უსაფრთხოების თემა, რომელზედაც 2 წელიწადია განსაკუთრებით მუშაობთ.
რამოდენიმე კამპანიაც გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, კომპანიებთან შეხვედრები ჩავატარეთ იმისათვის, რომ მოხდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმების გაძლიერება, ეს არის არასწორად დამონტაჟებული დანადგარები. სამწუხაროდ 2025 წელსაც გქონდა ფატალური შედეგები, რომელიც დასრულდა არასწორად მოწყობილი დანადგარების და ქსელში არასწორად დამონტაჟებული დანადგარების გამო. ყოველწლიურად ხორციელდება კომპანიების მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით მონიტორინგი ამასთან დაკავშირებით. ყოველწლიურად ჩვენს ძალიან ბევრ კამპანიას ვაკეთებთ, ჩვენ მაგალითად შარშან დავიარეთ კომპანიები, თვითონ ადგილზე მივედით, ვნახეთ რა ვითარებაში ხდება. როგორც მომხმარებლებთან მიღება, ასევე გადამზადება მათი თანამშრომლების იმისათვის, რომ ხომ არის მზად კომპანიის თანამშრომელი, რომ სწორი რეკომენდაცია გასცეს მომხმარებელთან და დავათვალიერეთ ლაბორატორია, სიმულაციური ცენტრებიც და ფაქტიურად ყველა ის პროცესი ვნახეთ, რომელიც შემოწმების პროცესს უკავშირდებოდა, მაგრამ მაინც გვაქვს ძალიან ბევრი არასწორად დამონტაჟებული დანადგარი და ციფრები რომ მოვიდა, გაოცებული ვიყავი მეც. მაგალითად თბილისში 600,000 აბონენტია, შემოწმებული იყო 200,000 აბონენტზე მეტი და დაახლოებით 600,000 აბონენტს ჰქონდა არასწორად დამონტაჟებული დანადგარი. ეს კიდე არაფერი დასავლეთში, ანუ აღმოსავლეთსა და დასავლეთში სხვა რეგიონებში გქონდა დაახლოებით 35,000 არასწორად დამონტაჟებული დანადგარი, 10,000 არასწორად დამონტაჟებული დანადგარი, შეწყვეტილი მომსახურეობა, იმიტომ რომ არასწორად იყო ეს ყველაფერი ქსელი მოწყობილი და აქედან გამომდინარე, ფაქტიურად ამ ნორმების გამკაცრება ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც საერთო ჯამში ესეთ სურათს გვაძლევს, რომ რაღაცნაირად მომხმარებელმაც უნდა იცოდეს, რომ როდესაც კომპანია რომელიმე არასწორად დამონტაჟებულ დანადგარს და ჩახსნის, ის თვითნებურად აღარ უნდა მიაერთოს, ან სხვაგან არ უნდა წაიღოს და იქ არ უნდა მიაერთოს, იმიტომ რომ ეს პროცესები სამწუხაროდ ისევ აქტუალურია 2025 წლის მანძილზე და ჩვენ 26-ში გავაგრძელებთ ამასთან დაკავშირებით აქტიური მიმართულებით მუშაობას. ბუნებრივი გაზის სექტორს ასევე ძალიან მკვეთრად ახასიათებს არასწორად დარიცხული გადასახადები, აღრიცხვიანობის მოშლა, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. წელსაც გქონდა განსაკუთრებული სიურპრიზი ამ მიმართულებით, დეტალურად, აბსოლუტურად ყველა საქმე შევისწავლეთ აბსოლუტურად დეტალურად, რომელიც შემოვიდა. ზოგ შემთხვევაში ვნახეთ დარღვევები, იმიტომ რომ არის არასწორად აღებული ჩვენებები, შეიძლება იყოს ეს აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული დავა, შეიძლება იყოს ჩარჩენილი ჩვენებები და ინდივიდუალურად უდგებით ამას. ძირითად შემთხვევაში მომხმარებლის სასარგებლოდ მთავრდება, თუ არ ვაკორექტირებთ, ასეთ შემთხვევაში ვაძლევთ რეკომენდაციას გადანაწილებასთან დაკავშირებით და ყოველთვის ვცდილობთ, რომ ვიყოთ მომხმარებელთან ახლოს და მომხმარებლის მხარეს. პრინციპში მე მოკლედ რაც შეიძლებოდა გადავაჭარბე დროს, მაგრამ მაინც ვეცადე რომ კეთილი. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო. თქვენ ძალიან დეტალურად წარმოადგენთ ანგარიშის სამივე მიმართულებით და ვფიქრობ ძალიან საინტერესო მოსასმენი იქნებოდა იმ საზოგადოებისთვის, ვინც ადრენებს თვალს ჩვენი კომიტეტის ხდომას. თუ გვაქვს კითხვები, ბატონ ზურაბს და შემდეგ ქალბატონ სოფიოს. მოგესალმებით, დიდი მადლობა ქალბატონ ნინო. ეს უფრო კომპლექსური საკითხია და პატრიცემულ კოლეგებსაც მინდა მიმართო, რომ რამენაირად იქნება გვეზრუნა ამ საკითხზე, მაგრამ რადგან მომეცა საშუალება ეგრეთ წოდებულ მრავალბინიანი კორპუსების გაზიფიცირების საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ვიცით, რომ ჩაუბარებელ კორპუსებს ძალიან ისე პრიმიტიულად უსნი, იმიტომ რომ მოსახლეობა ამაც რომ მარტივად გაიგოს, შეუძლიათ დაქსელონ და გაზიფიცირება შეიყვანონ, კომპანიამ შეიყვანოს, სადაც შემდეგ უკვე შეძენილი ბინაში ინდივიდუალურად, მე ახლა არ ვისაუბრებ იმას, რომ თვითნებურად, მაგრამ შესაძლებელი აქვს მან ჩართოს გაზიფიცირება კონკრეტულ პიროვნებას, მაგრამ ეს კორპუსები არის ჩაუბარებელი. ხშირად თუ კი მიმდინარეობს, თქვათ, გარკვეულწილად გაწელილია დრო და კორპუსი არ არის, თქვათ, ბოლომდე გარემონტებული, ეგრეთ წოდებული ჩვეულებრივად დახურული სადარბაზოები, ძალიან ბევრი შემთხვევა, მაგალითად თბილისში მე ყოფილვარ შემწრე, რომ ეს ზვირადღირებული ეგრეთ წოდებული მრიცხველები დაიკარგა. მე არ ვსაუბრობ აქ, რომ მიზანმიმართულად ვიღაცა მოიპარა. დაიკარგა ძალიან ძვირებს. შემდეგ უკვე მოქალაქებს დიახ გაზის მრიცხველებს. იქნებ თქვენ რაღაცნაირად აი რაღაც შუალედური ვერსია მოვიფიქროთ, რომ ან თქვათ მუნიციპალიტეტს მივმართოთ, რომ ჩაბარების პროცესში თქვათ ხელოვნურად იქნას შექმნილი ბარიერი, რომ სანამ არ ჩაბარდება კორპუსი, სანამ არ დასრულდება და ამავდროულად გაზის კომპანიას მივმართოთ, რომ არ დაუშვას თქვათ კორპუსებში ეგრეთ წოდებული დაქსელვა და ამავდროულად კოლეგებს მიმართავ, რომ ეს პრობლემა უკვე
სპეციალურ გარკვეულ თემატიკას იძენს და დამერწმუნეთ რომ რაღაცნაირად იქნებ მოგვეფიქრებინა რამე თბილისის მუნიციპალიტეტს მივმართოთ მან თვითონ მერიას რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადგილას მე თვითონ ძალიან დიდ პრობლემას შევეჭხი. ასევე დავამატებ იმას რომ ადამიანმა თუ მოინდომა გაზის კომპანიის გარეშე თვითონაც ჩართავს, იმიტომ რომ ძალიან მარტივია უკვე დაქსელილი ვთქვათ ეგრეთ წოდებული დაყენებული მრიცხველების ჩართვა. ერთადერთი პლომბი ადევს, რომელსაც მოხსნიდა სანამ კონკრეტულად ხა წარმოვიდგინოთ მრავალ ბინიანი კორპუსი ხო? სანამ კონკრეტულად აი თქვენს კონკრეტულ მრიცხველს არ ნახავს ეგრეთ წოდებული ვთქვათ კონკრეტული შემოწმებელი შეიძლება ისე გავიდეს პერიოდი თვეების განმავლობაში თქვენ მოიხმარდეთ გას ანუ ძალიან კომპლექსური საკითხია და ანუ ამას ებმევა და კოლეგებო მაგიტომ მოგმართავთ რომ აი ამ ჩაბარების პროცესში შეიძლება ამ საკითხის მოგვარებაც მართლებრივად არ შეიძლება მადლობა დასრულეთ ხომ მადლობა ქალბატონ სოფიო გთხოვთ დავაგროვოთ კითხვები და შემდეგ უპასუხოთ კი ბატონო მადლობა გულდასმით გავეცანი თქვენს ანგარიშს ძალიან მიხარია რომ კვალიფიციური ანგარიშია და თქვენი ინსტიტუტი ამ სტანდარტს რაც ახასიათებდა ამ ინსტიტუტს წლების განმავლობაში რომ ინარჩუნებთ ეს არის ძალიან მისასალმებელი და რა თქმა უნდა ძალიან მიხარია და მხარდაჭერას გიცხადებთ. რა თქმა უნდა კითხვა მაქვს იმასთან დაკავშირებით ალბათ უფრო დარგობრივ ეკონომიკის კომიტეტს უნდა ვკითხოთ რატომ ხართ მოვალეობის შემსრულებელი 2024 წლის ივნისიდან ესე მახსოვს სალომე ვარდიაშვილი აღარ არის ომბუდსმენი და თქვენ მოვალეობას ასრულებთ. ეს ალბათ უფრო დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტისთვის არის ეს კითხვა, მაგრამ ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა, რომ უკვე მეორე წელია თქვენ მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი ხართ. ჩვენ უნდა გვყავდეს ენერგოომბუდსმენი, რომელიც ენერგოომბუდსმენი არა თქვენ კვალიფიციური ხართ და კარგად ასრულებთ, მაგრამ არ არის ეს ნორმალური მდგომარეობა. და ეს უნდა მოვაგვაროთ უახლოეს პერიოდში. მე რამდენიმე კითხვას დაგისვამთ. თვითონ ანგარიშს რაც უკავშირდება და მე ერთი ანგარიშის მიღმა მაქვს კიდევ კითხვა. პირველი, რა თქმა უნდა, მე მესმის, რომ წყალმომარაგება და ელექტროენერგია გაცილებით რთული და პრობლემური საკითხია და მთელს ქვეყანაში და აქ ახალი არ არის. მე დამაინტერესა ერთმა რამემ. თქვენ აქ მითითებული გაქვთ, რომ ყველაზე ნაკლები საჩივარი შემოვიდა სამცხე-ჯავახეთიდან და სვანეთიდან. სამცხე-ჯავახეთი ახსენი, მაინც ალბათ უჭირთ ინფორმაციის მიღება ქართულ ენაზე და ეს მაინც უმცირესობით დასახლებული რეგიონია და ინფორმაციაზე წვდომა ხელმისაწვდომი რო არის თქვენი სერვისი ან თქვენი დახმარების შესაძლებლობა შეიძლება არ გქონდეთ. ამით არის ალბათ განპირობებული, ესე ახსენე, მაგრამ თქვენი აზრიც მინდა მოვისმინო, რატომ ვერ ვთვლი რომ ეს ოაზისია ხა სამცხე-ჯავახეთში ამ მიმართულებით და ძალიან საინტერესო იყო სვანეთიდანაც. აი სვანეთში ინფორმირებულები უნდა იყვნენ და ჩვენ ვიცით რომ სვანეთში ძალიან სერიოზული პრობლემა არის ელექტროენერგიის უწყვეტი მომარაგება, პრაქტიკულად არ არსებობს ასეთი ცნება, უწყვეტი მომარაგება, იქ კრიპტომაინინგებით გამოწვეული თუ სხვა დანარჩენი სხვა პრობლემებით გამოწვეული არის ეს მოკლედ მიწოდების პრობლემა, სერიოზულ პრობლემას უქმნის რეგიონს, განსაკუთრებით ზამთარში, ტურიზმს, მოქალაქეებს და სულ 4 განცხადება არის გამიკვირდა, როგორ ხსნით ამას. კიდევ მაქვს რამდენიმე კითხვა და უცებ ვკითხავთ მაშინ. კიდევ ერთი კითხვა მაქვს ესეთი, ხო, 7%-ია უარყოფითი რა იყო, რითი იყო, რატომ არის რომ ამიხსნათ უფრო, აგვიხსნათ რომ აი რატომ გამოვიდა უარყოფითი კომპანიას ქონდა რაღაც განსაკუთრებული ხისტი პოზიცია თუ რაღაც სხვა არგუმენტია. ხო, კიდევ ერთი საინტერესო რაღაცა არის, რომ აი უარყოფითი რაღაც კონკრეტულ ტარიფებზე არის, მაგრამ კიდევ ერთი საინტერესო რამე აღმოვაჩინე, რომ აი მაგალითად გაზის შემთხვევაში, როდესაც მოხდა ესეთი დაზიანება და მე წერია, რომ დაზიანების მიზეზი და მისი ჩამდენი პირი ვერ დადგინდა. ესეც ძალიან უცნაური რამეა, ანუ საგამოძიებო ვერ იმუშავა ისე როგორც უნდა იმუშავა. მოკლედ, ბევრი კითხვა მაქვს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გავაგრძელებ თანამშრომლობას, როგორც აქამდე ძალიან თამამად უწევდი მოქალაქეებს რეკომენდაციას, რომ თქვენი ინსტიტუტისთვის მოემართა, მომავალშიც ესე გავაკეთებ. და კიდევ ერთი, რომელიც ანგარიშის მიღმა არის, აი ხა ბოლოს ეს უკვე ამ წელს ხდება ტარიფის გაძვირება და თქვენ როგორც ინსტიტუტი თუ აპირებთ რაღაც თქვენი ხედვის უფლებრივი ჭრილიდან ამ წარმოდგენას და თქვენი შეფასების
და კიდევ ერთ გეტყვით თქვენი აი როგორც ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციიდან ყველაზე ესეთი ნეგატიურად მზარდი პრობლემა რა არის ახლა კი მართლა 2 დღე იყო საკმარისი რომ ეს კარგად წამეკითხა მაგრამ ვერ მოვასწარი 24 წლის ანგარიშისთვის შემედარებინა თქვენ აკეთებთ ამ შედარებით ანგარიშს აი თქვენი შედარებითი ანალიზით შარშანდელ წელთან შედარებით აი წელს რა არის ის რაც მზარდი პრობლემა არის და რომელი რეკომენდაციები არის რომელიც ყველაზე რთულად სრულდება ბევრი კითხვა დავსვიობატიეთ კეთილი გთხოვთ მეტი კითხვა არ არის და გადავიდეთ პასუხებს. კი ბატონო, პირველი კითხვა პირველ ყოვლისა მადლობა ასეთი მხარდაჭერისათვის. პირველი კითხვა ეხებოდა თუ არ ვცდები 7%-იან დიახ, ხო, 7% რა არის ის, რომ სამცხე-ჯავახეთთან დაკავშირებით იყო. ამასთან დაკავშირებით მე სამწუხაროდ პასუხს ვერ გაგცემთ, ამიტომ მოდი ეს კითხვა ამ კითხვაზე პასუხს მე არ გაგცემთ. მაშინ გადავიდეთ სამცხე-ჯავახეთთან დაკავშირებით მე ვთქვი ის, რომ ცნობიერების ამაღლება ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დიდი გამოწვევა ჩვენთვის, რომელსაც წლების მანძილზე ვაწყდებით და შესაბამისად 2024-25 წლებშიც იყო. ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც უკვე მოვალეობის შემსრულებლობა დავიწყე, იყო რომ აუცილებლად მოვიცვა ის რეგიონები, სადაც აქამდე ესე აქტიურად ჩვენ არ ჩავსულართ, იმიტომ რომ მარტო კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩახვიდე ეგ კონკრეტულად ვინმე პიროვნებას შეხვდე, ეს არ არის საკმარისი. მე იმიტომ ვიღებ ფორმა, სადაც მერთან ერთად ვხვდები სოფლის წარმომადგენლებს, რომელთა კონტაქტები გვიდევს მერე ჩვენ და იმათთან ერთად მუშაობთ, ურეკავთ, ესე რომ ვთქვათ, ჩემი თანამშრომელი ზის, ურეკავს და სხვათა შორის კომუნიკაციაც ჭირს ზოგიერთ შემთხვევაში. რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს, 2024-ში მე ვიყავი სამცხე-ჯავახეთში, შევხვდი იქ რამდენიმე მერს, ნინო წმინდაში, ხო, კი ბატონო, ჩვენ გავცვალეთ კოორდინატები, მაგრამ არ შევხვდი სოფლის წარმომადგენლებს. სამწუხაროდ უკვე კავშირი იქედან არ მქონდა. ამიტომ მე მაინც იმ კითხვასთან დაკავშირებით პასუხი რომ გაგცეთ, ალბათ ისევ ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებულ თემას მიუბრუნდები და წელს აუცილებლად ვესტუმრებით ზუსტად ის იმ ფორმატით, რა ფორმატშიც ვიყავით. აი ეს განაცხადები და ეს ჩამონათვალი სოფლების, რომელიც წლიურ ანგარიში მოხდა, სადაც გაუმჯობესდა მომსახურეობა, ზუსტად იმის ხარჯზე მოხდა, რომ იქ ჩვენ ჩავედით, შევხვდით და მერე მთელი წელი ვიმუშავეთ ამათთან ერთად და დღემდე მუშა პროცესი გვაქვს. ამიტომ ასეთი მუშა პროცესია საჭირო რომ დავიწყოთ მანდ. ამიტომ აუცილებლად არის გეგმაში 2025-ში და 26-ში და აუცილებლად ვესტუმრებთ. რაც შეეხება 7%-ს, ხო, რომ ვთქვათ, ეხა რა არის? ეხა მოგეხსენებათ, რომ სვანეთშიც იგივეს გეტყვით, არ ყოფილვართ. ხო, ამიტომ კარგი შენიშვნაა და აუცილებლად გავითვალისწინებთ, რომ იქაც უნდა მივიდეთ. ვერ მოვასწარით მართლა რთულია ძალიან, ეხა ესე აქედან გამომდინარე აუცილებლად გავითვალისწინებთ ამასაც. ეხა რაც შეეხება 7%-ს, რაც ბრძანეთ თქვენ, ხო, ეხა მოგეხსენებათ მომხმარებელი სხვადასხვა პრეტენზიით მოდის ხოლმე ჩვენთან, ხო? ძირითადად დავები, აი თუ ხარისთან დაკავშირებული პრობლემატური თემა არ არის და ეხება სხვადასხვა დარიცხულ დავალიანებას, დარიცხული დავალიანების სისწორე ბევრ რამეზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ შეიძლება მომხმარებელი თვლიდეს, რომ არასწორად არის რამე დარიცხული, მაგრამ აქ უკვე გავდივართ იმაზე, რომ მრიცხველმა აღრიცხა თუ არა სწორად, შესაძლებელია მომხმარებელს ეს პრეტენზია ჰქონდეს, მაგრამ ის რომ მრიცხველი ლაბორატორიულად სწორად მუშაობს, აი წელს მაგალითად გაზის გადასახადებთან დაკავშირებით, ახლა დეტალურად როცა ვნახეთ, რომ ის პრეტენზიები, რაც მომხმარებელი ხანდახან აყენებს, ამას შესაბამისი მტკიცების ტვირთი ჭირდება და თუ მტკიცებულება იგივე არ არის საქმეში, რომელიც მაგალითად დაადასტურებს, რომ აღრიცხვიანობა მოშლილი იყო, თანხის დარიცხვის ან დაკორექტირების შესაძლებლობა სამწუხაროდ არ არის. ამიტომ ცალკეული შემთხვევები ესეთია ამ 7%-ში. აი ცალკეული არის ისეთი, რომ კერძო დავებს ეხება და არის მაგალითად რო ქსელის გადატანას ითხოვს მაგალითად მომხმარებელი და ვერ ხორციელდება, იმიტომ რომ ეს არის ძველი ქსელი თავის დროზე ასე ჩაიბარა კომპანიამ და მე აღმოჩნდა ეს ამ მომხმარებლის საკუთრებაში და ასე შემდეგ, ასე რომ ასეთი ბევრია. შემდეგი ეხებოდა ხო, ბუნებრივ გაზთან დაკავშირებით ქსელი. ნახეთ, წყვეტა და ქსელის დაზიანებას აქვს ორი მიზეზი. ერთი არის შიდა მიზეზი და მეორე არის გარე მიზეზი. შიდა მიზეზი არის, როდესაც ქსელი ზიანდება გაუმართავობის გამო. გარე მიზეზსაც ორი ფაქტორი აქვს. ეს შეიძლება იყოს დაზიანებული კონკრეტულად რომელიმე
კონკრეტული ქმედების გამო, ან თქვათ ფორს მაჟორში შეიძლება ეს იყოს, აი მაგალითად თუ გახსოვთ ჯორჯ ემოტერენ პაუერის რომ ის 2024-ში იყო, ხო, მეწყერი ჩამოწვა და ასე ვთქვათ, ესეც გარე ფაქტორია. ის რაც თქვენ ბრძანეთ, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ხდება ავარია, ჩვენ სოციალური ქსელის საშუალებით და კომპანიის ვებგვერდზეც ვღებულობთ ამ ინფორმაციას და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, აუცილებლად შეკითხვით შევდივართ კომპანიასთან, რა არის გამომწვევი მიზეზი. ცალკეულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს არის შიდა მიზეზი და გავდივართ რა მოხდა. თუ ეს არის გარე მიზეზი, უკვე რა თქმა უნდა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, სადაც ჩვენ ესე ვთქვათ, შემდეგ შესაძლოა რამოდენიმე, როდესაც უკვე დასრულდება, მე ვნახოთ რა მოხდა, მაგრამ ის რომ კონკრეტულად იმ დროს ვიცოდეთ გარე მიზეზის დაზიანება რამ გამოიწვია, ასეთი შემთხვევები ძალიან ცოტაა, მინდა გითხრათ, როდესაც უკვე იციან რამ გამოიწვია დაზიანება. გარე ფაქტორით მიყენებულ დაზიანებასთან დაკავშირებით ვამბობ მე. ნახეთ ჩვენი ანგარიში დავიდან ბოლომდე ელექტროენერგიის სექტორში ეხება ზუსტად იმას, რომ ინფრასტრუქტურა, რომელიც არის და რომელიც მიეწოდება მომხმარებელს, არის ძალიან ავარიულ მდგომარეობაში. ეხლა ეს მე მართლა ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მთელი სოფლები მაქვს და ასე ვთქვათ, დავლილით სურათებიდან დაწყებული, ლოკაციების აღწერილობით, ქსელის ავარიული მდგომარეობით და თავიდან ბოლომდე ამ მომხმარებლებთან ურთიერთობებით, რომელიც აი ამ პრობლემების გადაჭრას გთხოვენ ჩვენ, ხო? შესაბამისად, მე წეღანაც თქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ამ ქსელის რეაბილიტაციას უკავშირდება, არის საინვესტიციო გეგმა და თანხა, რომელთაც კომპანიამ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ქსელის გამართულად მუშაობა. ჩვენ, როდესაც გვაქვს ამდენი დავა, 80% ჩვენთან შემოსული განაცხადების ეხება უხარისხო მიწოდებას. ამათი გამოსწორება უკავშირდება ზუსტად იმას, რომ საინვესტიციო გეგმის ფარგლებში კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მთელი ქსელის სარეაბილიტაციო პროცესი, გამოცვლა, გადაკეთება, გადანამედროვება და ასე შემდეგ. შესაბამისად, ის მით უმეტეს რომ შეთანხმებულია, ხო, ამხელა საინვესტიციო გეგმა არასოდეს არ შეთანხმებულა კომპანიასა და კომისიას შორის, რომელიც თავის თავში მოიცავს იმას, რომ ეს დიდი რაოდენობით თანხა სწორედ ქსელის განვითარებას უნდა მოხმარდეს. ამიტომაც მე, რა თქმა უნდა, ფასის ზრდა არ არის არც ერთ შემთხვევაში მისაღები, რა თქმა უნდა, არავისთვის, მაგრამ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მე ჩემი თვალით მართლა ნანახი მაქვს ქსელი რა ვითარებაშია, ვეთანხმები იმას, რომ ის აუცილებლად უნდა შეკეთდეს არა, უნდა განხორციელდეს მისი სრული რეაბილიტაცია. ამიტომ აქედან გამომდინარე ეს კომპონენტი ამითი აიხსნება. დიახ. თქვენ ბრძანეთ აი ბუნებრივი გაზის ჩაუბარებელი ისინი. ეს ზოგადად ჩვენი წესების მიხედვით ჩაუბარებელი კორპუსის გაზიფიცირება არ შეიძლება და მიწოდების დაწყება არ შეიძლება. აქედან გამომდინარე ხო. კი, ამიტომ ეს არის სამუშაო თემა არის აბსოლუტურად გეთანხმებით ამასთან დაკავშირებით. აქ კიდე სხვა რაღაცასაც ვაწყდებით, როდესაც სამომხმარებლო ტარიფით ვერ იხდის მომხმარებელი გადასახად, წყალში გვაქვს ასეთი შემთხვევა. ამიტომ ეს აბსოლუტურად გეთანხმებით არის თემა, რომელიც არის მნიშვნელოვანი, თუმცა ესეც არის, რომ ამ წუთას, როდესაც ჩვენ ამ თემას შევეხეთ და გადავხედეთ, ის ვისთანაც უკვე მიწოდება დაწყებულია, შეწყვეტასაც რა თქმა უნდა ვერ განვახორციელებთ, იმიტომ რომ მომხმარებელის პოზიციიდან გამომდინარე ძალიან ცუდი იქნება, ამიტომ. კეთილი. კითხვები დასმულია, დაზუსტება გსურთ? თქვენ არ მიპასუხეთ 24 წლის მასთან შედარებით, აი ანალიზის შედარებით. ტარიფს რაც შეეხება, მე იმედი მაქვს, ჩვენ წარმოგიდგენთ ჩვენს ხედვას, როგორ მიგვაჩნია, რომ ეს უფლებრივად ზღუდავს მოქალაქეებს და უარესებს მათ მდგომარეობას და მოგაწვით ჩვენს ხედვას იქნებ მე თქვენს გითხრათ ჩვენი თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, ანუ ჩვენ მხოლოდ კომპანიის ინტერესების დამცველები აქ არ უნდა ვიყოთ, ცხადია. მაინც მაინტერესებს მითხრათ, აი ყველაზე მეტად რა რეკომენდაციები არის ის, რაც უნდა თქვენი აზრით შესაძლებელი იყო რომ გაითვალისწინებინათ და არ გაითვალისწინეს და ნეგატიური, ესე ვთქვათ, პროგრესი რა მიმართულებით გაქვთ 24 წელთან, 25 წელს რა არის ის, რაც გაუარეს და რომელი უფლებების შელახვა არის ყველაზე ხშირად
წელს, აი თუ შევადარებთ გასულ წელს, აი ეს რო დამიზუსტოთ. კი ბატონო, მაშინ მოდი წინა წელთან შედარებით გეტყვით რა იყო თქვა ყველაზე რომ დავინახოთ დინამიკა. დინამიკა ხო? მე არ ვიცი კიდე ერთხელ ვამბობ ქალბატონსოფო, ნახეთ როგორ არის ჩვენ შარშან გვქონდა 600 განცხადება. წელს გვაქვს 1100 განცხადება, უпроსტად 2024 წლის მანძილზე გვაქვს 1100 განცხადება და წელს უკვე ამ 4 თვეში მივიღეთ დაახლოებით 700 განცხადება. ანუ თვითონ განცხადებების რაოდენობა არის ძალიან მზარდი. მზარდია ყველა მიმართულებით. ეს ეხება როგორც არასწორად დარიცხულ დავალიანებებს, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ აქამდე ნამდვილად შემცირება იყო ამ არასწორად დარიცხული დავალიანებების დინამიკისა, იმიტომ რომ იყო ჩვენ გვქონდა წინა წლებში შემთხვევები, როდესაც 1000-ობით ესეთი განცხადება შემოდიოდა, რომელიც აღრიცხვიანობის მოსვლას უკავშირდებოდა, თუმცა დღეს ესეთი განცხადებები აღარ შემოდის იმ რაოდენობით. მე ასევე გამოწვევად დავასახელებდი ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებულ პრობლემას ქალაქ თბილისის მასშტაბით, რომელიც 2024-ში აქტიური იყო და წელსაც ძალიან აქტიურია, იმიტომ რომ გაწელილია ეს პროცესები და კომისიას მუდმივად უწევს ხოლმე ამასთან დაკავშირებით რაღაც პატარა, ასე ვთქვათ, გაწევა. ასევე ისე მე ვიტყოდი, რომ ელექტროენერგიის სექტორში მე არ ვიცი ეს რას დავაბრალო იმას, რომ განაცხადების რაოდენობამ, ჩვენმა ვიზიტების რაოდენობამ მოიმატა და ჩვენ რეგიონში ვითარება ვნახეთ. ფაქტია, რომ ამ რაოდენობით განცხადებები ამ მიმართულებით არასდროს არ ყოფილა, რაც იყო 2025 წლის მანძილზე. ამიტომ დინამიკა ამ მიმართულებით აგვაქვს. დიახ. კეთილი, კითხების დასვლის პროცესიც ამოიწურა, ამიტომ საკითხი განხილული არის და დიდი მადლობა. მინდა გითხრათ ქალბატონო ნინო, წარმოდგენილი ანგარიშის ფიქრობ ძალიან საინტერესო დისკუსიისთვის. შესაბამისად, ჩვენ უკვე შეგვიძლია გადავიდეთ კენჭისყრის პროცესზე, ქორუმი გვაქვს თხოვაპარას დამიდასტუროს. კეთილი, მაშინ პირველი მიყვეთ დღის წესრიგის თანმიმდევრობას. პირველი კენჭი ეყრება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის ცვლილებას, მესამე მოსმენით, ვინ არის მომხრე. და კეთილი რაც შეეხება ანგარიშს ჩვენ უნდა მივიღოს ნომად, მაგრამ მიუხედავად ამისა კომიტეტმა უნდა შეაფასოს ან დადებითად, ანუ არ ყოფილა აღნიშნული ანგარიში. შესაბამისად, გთავაზობთ, რომ უყაროთ კენჭი და ვინ არის მომხრე, რომ დადებითად იქნა შეფასებული აღნიშნული ანგარიში, ერთხმად არის კომიტეტის მხრიდან გადაწყვეტილი. დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა მინდა უთხრა ომბუდსმენის თანამშრომლებს, ყველას, ვინც ამ საკითხებს და მომხმარებელთა უფლებების დაცვას ემსახურება ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ, ეს ნამდვილად ასე არის და ამითი კომიტეტის თომა დასრულებულია. მადლობთ.